მე ვარ გიორგი ჯელაღანია 12 წლის. ვსწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ფეხბურთი და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ არსიანში. მახსოვს პირველი დღე არსიანში. არავის არ ვცნობდი და ნერვიულობდი. შემდეგ ყველა შევეჩვიე და ბევრთან დავმეგობრდი. ცეკვაში ყველაზე რთული არის ტრიალები და ნახტომი. ყველაზე ადვილი არის მასწავლებლების გამოყენება. არსიანში ყავს 3 მასწავლებელი. თინათინ ჯანაია, გოგი ვეკუა და მალხაზ გელაძე. ყველაზე მხიარულია მალხაზი მასწავლებელი. სამივე კარგად ცეკვავს, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესოა გოგი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი ცეკვაა ყაზბეგური. რომ არ ვიჯდე გაჩვენებდით საყვარელ ილეთს. უკვე მქონდა 14 კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ანტალიის კონცერტი, იმიტომ რომ გზაშიც კარგად გავერთეთ და სასტუმროშიც ძალიან კარგად გავერთეთ. კარგადაც ვცეკვეთ და ავიღეთ პირველი ადგილი. მე რომ ახლა კარგი პროფესიონალი მოცეკვავი ვიყო, ჩემ სოლო კონცერტს ჩავატარებდი ესპანეთში. ბილეთი იღირებოდა 50 ევრო და მთლიანი დარბაზი იქნებოდა სავსე. მაქვს 2 ფორმა და ძალიან მიხდება მთიულურის ჩოხა. ჩემს ხორციელში ვაპირებ ჩავიცვა შავი ჩოხა. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო 45 წელი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთზე არ დავდივარ. ისე სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 11 კარგი გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ერთხელ შეჯიბრება მქონდა სხვა უბანთან, როდესაც ჩემი გუნდელი დაიტრაუმა და ვაგებდით, როდესაც ბურთი მომივიდა და კარლოსისნაირად დავარტყი. რობერტო კარლოსისნაირად გავიტანე გოლი საჯარიმოდან. მაგრად დავარტყი, პირდაპირ ცხრიან შევარდა ბურთი და მეც გამიკვირდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის სერხიო რამოსი, გუნდი კი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 9 ნომრით. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი დირექტორი, კლასელები, დამრიგებელი და მასწავლებლები არიან ძალიან კარგი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ბალაძე. ყველაზე ცელქია გუგა ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია სესილე რიჟვაძე. ყველაზე მშვიდია თაკო აბესლამიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ჩემი აზრით ცოლს მოვიყვან, როდესაც ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევი ვირაკლის სანდროს და თათიას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მაია შაიშმელაშვილი, არის მეგობრული, კარგი მასწავლებელი, მშვიდი და უყვარს ბავშვები. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდა მოცეკვავა. თუ მოცეკვავი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მომღერალი, რადგან სიმღერა არის ჩემი ჰობი. სიმღერასაც 4 წელია ვსწავლობ არსიანში. ჩემი საყვარელი სიმღერაა ბახტრიონი. უკრავ 3 ინსტრუმენტზე, ფანდურზე, სალამურზე და დოლზე. ჩემთვის ყველაზე ლამაზია ფანდური და ყველაზე რთულია სალამური. კიდევ მინდა ვიცოდე გიტარაზე დაკვრა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ფეხბურთელი. უფრო პატარა რომ ვიყავი, მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 6 წლის, რადგან უფრო მეც ვერთობოდი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა, ბებია და ჩემი ძმა. კიდევ მყავს ერთი და რომელიც გათხოვილია და სხვაგან ცხოვრობს. მამა არის მხიარული, მეგობრული, სიმპათიური, ვაჟკაცური, მშრომელი. დედა არის ლამაზი, კეთილი და მომთხოვნი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხრინკალს. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და 3 ძმა. ბები არის ძალიან კეთილი, ლამაზი და ახალგაზრდა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია ზებუნებრივი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს, უყიდიდი სახლს, საჭმელს და მანქანას. მეც მიყვარს მანქანები და ერთი სული მაქვს გავხდეს ზრდასრული და ვიყიდო მანქანა. 18 წლის როდესაც გავხდები, ვიყიდი ნაცრისფერ BMW M4-ს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ არის ჩემი სამშობლო, აქ გავიზარდე, აქ დავიბადე, არის ყველა ქვეყნისგან გამორჩეული, ლამაზი და აქ ცხოვრობს ყველაზე კარგი ადამიანები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი სუპერგმირი. სუპერგმირობა იმიტომ მინდა რომ გაჭირვებაში დავეხმარებოდი ადამიანებს. ჩემი აზრით, ჩემი ყველაზე კარგი თვისება არის, რომ მაქვს კარგი იუმორის გრძნობა. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა და მალე ამ ოცნებას ავიხდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას.
უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი, ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 200 წელი. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, რომ მყავს კარგი ოჯახი და რომ ვარ კარგი ადამიანი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.